მოგესალმებით ბათუმელების პირდაპირ ჩართვაში. ჩვენ ამჟამად ვიმყოფებით ბარცხანაში, რკინიგზის ლიანდაგთან ახლოს, სადაც 8 აპრილს მატარებელი 13 წლის მოზარდს დაეჯახა, მოზარდი დაიღუპა. Აი ახლა თქვენ კადრში ადევნებთ მოსახლეობას, რომლებიც დღეს შეიკრიბნენ აქ. ისინი აგროვებენ ხელმოწერებს, განცხადება გააკეთეს იმასთან დაკავშირებით, რომ ლიანდაგზე გადასასვლელის უსაფრთხოება მოაწესრიგონ შესაბამისმა უწყებებმა, ქალაქის მერიამ და მათ შორის საქართველოს რკინიგზამ. მათ დღეს გაამზადეს განცხადება და თქვენ შეგიძლიათ ჩვენს ლაივში თვალი ადევნოთ ხელმოწერების პროცესს. რამდენი ხელმოწერა ამ დროისთვის შეგროვებული, ხო ვერ გვეტყვით? ჯერჯერობით ხელმოწერები გროვდება. ჩვენ შევეცდებით, რომ ამ ხელმოწერების პარალელურად მოგასმენინოთ აქ მცხოვრები ადამიანების პოზიციები, რა სითხოვენ კონკრეტულად. ბათუმელების ლაივში ხართ და იქნებ გითხრათ, რა სითხოვთ კონკრეტულად და რა არის აუცილებლად და სასწრაფოდ გასაკეთებელი. აუცილებელი და სასწრაფოდ გასაკეთებელი არის აქ ჯებირები, ღობე, პანდუსები, იმიტომ რომ ბავშვები გადმოდიან, მიდიან. მარტო აქ არა, იქ 100 მეტრში საბავშვო სკვერია, საბავშვო მოედანია. ბავშვები დარბიან უმისამართოდ, შეშინებული ვართ, მთელი უბანი, შეზრულები, არ ვიცი. სტადიონზე გაშვება გვეშინია, სკვერში გაშვების გვეშინია. ნაგვის სურნები შეხედეთ სადღაც ელემენტარული ნაგვის გადაყრაზე სახში აუკრძალე, რომ ბავშვებო, მე გავიტან ამ ნაგავს, ხელი არ მოკიდოთ მეთქი. ლიანდაგთან ნაწყვია ნაგვის სურნები. ხო, აი დიახ, აქ ხედავთ, შეგვიძლია თვალი ვადევნოთ. ოფიციალური გადასასვლელია, მოსახლეობის მიერ არის დაგებული ის ფიცრები, მე თვითონ ორჯერ ჩამივარდა ფეხი, ბავშვი უბრალოდ წინ გავაგდე, რომ ის ფეხი ამომეღო იმ ფიცრიდან, თემა იქიდან ფეხის ამოგობა. ორჯერ ჩამივარდა ფეხი. მატარებელი თუ არ გადაგივლის, ფეხი მაინც გადაგიბრუნდებოდ, თავს დაარტყამ რა, მოკვდები ადამიანი. საშინელება პლუს მაგას ვიდეოც მიდევს პირად გვერდზე, მატარებელი აქ არ ვიცი, ეთყობა მთელ ბათუმში მეტი ადგილი აღარ არის, აქ უნდა გაჩერდეს 2-3 წუთი, ამ ბავშვებს სკოლაში გადმოსვლა ეჩქარებათ და მე მიდის ლაპარაკი, რომ გავძვრე მოვასწრებ თუ არა, წარმოიდგინეთ, ასეთი პაწუყა ბავშვები გადმოდიან იქიდან, ეს ამხელა უშველებელი მატარებელი დგას. დიახ. და მე მიდის ლაპარაკი, გაძვრები თუ არ გაძვრები. და ეს სკოლის ბავშვები, აი სკოლას ხედავთ, აქვე აი ამ ხელა საჯარო სკოლაა მეგობრებო და ეს ბავშვები, რომლებიც ამ სკოლაში მოდიან და შემდეგ სახლში ბრუნდებიან, კვეთენ ამ ლიანდაგს ყველა? თითქმის ყველა? დიახ. ყოველ დღე. იქაც აგერ. დიახ. მოედანია. გზას გადახვალ თუ არა. დიახ, ჩვენ დავინახეთ ბავშვთა გასართობი ცენტრი და მოედანი. როგორაც მშობლებს არ გცალია ფიზიკურად, რომ ყველგან თან დავყვეთ და ანუ უსაფრთხო არა მარტო ბავშვი ჩეში გამოშვება, იმიტომ რომ გინდა სკვერში გადავა ბავშვი. კი ბატონო. აი თავის დროზე, როდესაც მაგალითად მოედანი გაკეთდა ან სკვერი, ხო? კითხათ მოსახლეობას ვინმემ რომ საფრთხის შემცველი იყო აქ თუნდაც მოედანი ამ ამბავში ყველაზე უარესი ის არის რომ ეს არის მე-17 შემთხვევა. ეს არის მე-17 ბავშვი, აღარ გვინდა, აღარც მე-18, აღარც მე-19, არ გვინდა. მინდა უსაფრთხო გადასასვლელი. ეს არის უსაფრთხო გადასასვლელი ჩვენთვის. ვინმე თუ მოვიდა თუნდაც იმ ტრაგედიის შემდეგ, რომელიც 8 აპრილს მოხდა აქ, ვინმე მოიკითხა ეს ამბავი, რა გითხრეს? მერია ჯერჯერობით დუმს საქართველოს რკინიგზას დავწერეთ განცხადება, გითხრა რომ მაქსიმალურად მხარს დაგვიჭერს და გვერდში დაგვიდგება. აი რაში გამოიხატებოდა ეს მაქსიმალური მხარდაჭერა თქვენს? გავაკეთებთო რკინიგზასაც წერილი გავუგზავნოთ, მაგრამ რკინიგზა დუმს. ამ დღეს, ამ ეტაპზე საქართველოს რკინიგზა არ აკეთებს არანაირ რეაგირება საერთოდ. ცხელხაზე რომ დავრეკეთ პირიქით, აქეთ გვეჭყობდნენ, რომ ნუ რაღაცა ძალიან ემოციებზე ვიყავით, ნუ ჭყობობთო და პლუს მაგას ეს არ არის რკინიგზის მიმდებარე ტერიტორია, ეს არის დასახლებული უბანი და ეს არის სკოლის მიმდებარე ტერიტორია. სკოლის მიმდებარე ქალაქს ეკუთვნის, დიახ. ქალაქს ეკუთვნის, კი. კი ბატონო. კარგი. მოგესალმებით ბათუმელების ლაივში ხართ და თქვენც რო გაგვიზიაროთ როგორც მშობელმა, ხო, თქვენი მოსაზრება? შვილები სწავლობენ ამ სკოლაში. არ არის დაცული აბსოლუტურად არც ლიანდაგი, არც გზა, მანქანები დადის უაზროდ, არც შუქნიშანი არ არის. დირექციას ადრე მოთხოვნილი აქ, ანუ რომ სვეტაფორი მაინც დაიდგას შუქნიშანი, რომ სიტყვაზე
განგაში სიგნალი, რაღაცა ჯებირი, რაღაცა ელემენტარული, რომ პატარა ბავშვს კი, რა თქმა უნდა, პატარა ბავშვს ვერ გააჩერებ აქ. არა მარტო ეს ბავშვი, მე რამდენი შემთხვევა მთლიან ლიანდაგზე ზემოთ დივიზიონში იქ სკვერია გაკეთებული ბავშვების, რომელიც ესე რომ ვთქვა, ასევე ხალხის შემცველია ალბათ, ხო? იმიტომ რომ ლიანდაგზე რომ გადმოირბინოს ბავშვმა, ვინ იცავს, მოდის არ ჩანს, არ არის არანაირი უსაფრთხოების ზომა დაცული. ფაქტიურად ბავშვებს უშვებთ სასაკლაუზეს, აი ზუსტად ესაა. სხვა არაფერი, საშინელი სიტუაციაა. თვითონ სკოლას ხო არ მოუთხოვია თავის დროზე, რომ დიახ, ქალბატონი ირინას დროს ჩვენ ვიცით, მაგრამ არანაირი რეაგირება არ იყო? აბსოლუტურად. უბრალოდ ხელწერილები დაიწერა მაშინაც. ანალოგიურად შეგროვდა, მაგრამ აბსოლუტურად არავინ არაფერი არ გააკეთა ამისთვის. კარგით, მადლობა, სხვასაც შევეცდებით, რომ გავესაუბროთ აქ მყოფ მოქალაქეებს, რომლებიც შეიკრიბნენ იმისათვის, რომ მოითხოვონ უსაფრთხო გადასასვლელი. ბათუმელების ლაივში ხართ, გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრება, თქვენ ხომ არ ქონიათ რაიმე ინციდენტი ამ ლიანდაგთან დაკავშირებით? აუცილებლად უნდა მიიღონ უსაფრთხოების ზომები და უნდა იყოს დაცული. არის სკოლასთან ახლოს და ბავშვი გადასასვლელი არის ძალიან მოუწესრიგებელი და ვითხოვთ რომ მოწესრიგდეს ეს აუცილებლად. აქვე არის სკვერი, აქვე არის სტადიონი, რომელიც აუცილებლად უნდა მიიღონ ეს ზომები. და როგორ ფიქრობთ, რატომ არ ადარდებთ? ანუ აქ ხო ბავშვები, ახალგაზრდები და თუნდაც ზრდასრულები დადიან, ხო? მათ უსაფრთხოებაზე არ ფიქრობენ? არასოდეს არავინ არ შეწუხებულა ამ თემით, არავინ არ დაინტერესებულა. არაერთი შემთხვევა არის ეს. ეს არის როგორ პასუხებს ისმენთ ხოლმე, როცა მაგალითად მერის წარმომადგენლებს არ რკინიგზის წარმომადგენლებს ესაუბრებით, ან უსაფრთხოების სამსახურს ესაუბრებით? ამ დრომდე არ ყოფილა არანაირი რეაგირება. ჩვენ ყველანაირად შევეცადეთ, ვცდილობთ, მივედით და ვითხოვთ, რომ ეს აუცილებლად გაკეთდეს და მოწესრიგდეს აქაურობა, რომ ყველანი ვიყოთ დაცულები. კი ბატონო, მადლობა. აი ეს ბათუმელების ლაივში ხართ, რომ გაგვესაუბროთ, იმიტომ რომ მე მგონი აქ იმიტომ ხართ, რომ თქვენი პროტესტი გამოხატოთ. როდესაც ტრაგიკული შემთხვევა მოხდა 8 აპრილს, იმის მეორე დღეს, როგორც ვიცი, მოსახლეობა მაგ გადაკეტეთ, ხო, ლიანდაგი და დაუყოვნებლივით ხოვდით რეაგირებას. აი იმის შემდეგ რა მოხდა, ვინმე თუ გამოვიდა თქვენთან დასალაპარაკებლად? მოგესალმებით ყველას. რა ვიცი, დღეს ალბათ აქ ვიზრევართ და მთლიანად მთელი საქართველო. ხან იქეთ წავიდეთ, ან ვისაუბროთ, ველოდებით. რაც შეიძლება სწრაფად რეაგირებას ამ ფაქტთან დაკავშირებით, რომ ჩვენი შვილები იყოს დაცული. რა არის სასწრაფოდ გასაკეთებელი თქვენი აზრით? გასაკეთებელი პირველ რიგში უნდა აიყონ ის ფიცრები, ფიცრები, რომლებიც არის და ელემენტარული საგუშაგოს მსგავსი უნდა გაკეთდეს, ხო? თუნდაც მოძრავი და დაიცვან ჩვენი იყო საუბარი რომ აი როცა მატარებელი მოძრაობს მაშინ მაინც გააკეთდეს შლაგბაუმია ხო? კიდევ რაში ხო? გააკეთდეს უნდა ეს ორი აზრი არ არის, მაგრამ შეიძლება აქ ჩაიდგას რაღაც საგუშაგოს მსგავსი. დასაქმდება რეალურად თუნდაც ერთი ადამიანი და ადამიანების სიცოცხლეც გადარჩება, ხო? ჩვენ ველოდებით რაც შეიძლება სწრაფად დაცული იყოს ჩვენი შვილების სიცოცხლე და გარდა იმისა, რომ ლიანდაგია სხვათა შორის აქ არის ორმხრივი მოძრაობაც მანქანების, ხო? გამოდის რომ არ ზებრა გადასასვლელი არ არის, არ ჩუქნიშანი არ არის სკოლასთან და გარდა იმისა, რომ ბავშვები ლიანდაგზე გადადიან და მათ სიცოცხლეს ამით ექმნება საფრთხე, არც სხვა ნიშნები არ არის, ხო, ავტომობილის გადაადგილებისთვის. ამაზე თუ იყო საუბარი, რომ ზებრა დახაზულიყო აქ. ანუ ზებრასთან დაკავშირებით ვერანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებ, არ ვიცი და რაც არ ვიცი, იმასთან დაკავშირებით კომენტარს ვერ გავაკეთებ, მაგრამ რაც დაცვის ამბავი მოხდა, მაგის შემდეგ მოლაპარაკებები მიმდინარეობს, მე როგორც ვიცი, გამგებელთან და სტრუქტურებთან, ვისაც ეს თემა ეხება და რაც შეიძლება მალე ველოდებით, რომ კიდევ ახალი სიცოცხლე არ იცხოვროს ამ ლიანდაგმა. მადლობა. მადლობა. მეგობრებო, ვინც ბათუმელების პირდაპირ ჩართვას თვალს ადევნებთ, შეგახსენებთ, რომ ვარცხანის დასახლებაში ვიმყოფებით, საჯარო სკოლის წინ, აქვე არის ლიანდაგი, აი სკოლასთან აქვე ახლოს გადის მატარებლის ლიანდაგი და მოსახლეობა ძირითადად მიუხედავად იმისა, რომ აქ ხიდია გაკეთებული, გადაადგილდება აი ამ ხიდის ქვეშ ფეხით. გადაადგილდებიან ყოველდღიურად ბავშვები, რომლებიც სკოლაში მიდიან, მოდიან და აი ამ გზის გავლა უწევს თქვენ ბათუმელების
გვერდს თუ თვალს ადევნებ ჩვენ ამასთან დაკავშირებით მოვამზადეთ კიდე სიუჟეტი და გაჩვენეთ თუ როგორ ინტენსიური გადაადგილება ხდება ყოველდღიურად აი ამ მონაკვეთზე სადაც არანაირი უსაფრთხოების ნორმები დაცული არ არის. აქ ბარცხანის მოსახლეობა შეიკრიბა დღეს დაანთეს სანთლები და მოიტანეს სიმბოლურად ყვავილი ამ ადგილზე, სადაც 8 აპრილს 13 წლის მოზარდი დაიღუპა ტრაგიკულად აი ამ ლიანდაგზე. იმისათვის რომ ლიანდაგი არ არის შემოსაზღვრული, მისი მოძრაობის დროს არ ხდება ჩაკეტვა, ვთქვათ ლიანდაგის რომ არ მოხდეს ამ ადგილზე ბავშვების გადაადგილება, სხვა ადამიანების გადაადგილება და არ იყოს მათი სიცოცხლე საფრთხის ქვეშ. მოსახლეობა, როგორც ჩვენთან ლაივში აღნიშნეს, წლების განმავლობაში ითხოვს იმას, რომ აქ მოწესრიგდეს გადასასვლელები. ისინი საუბრობენ აი ამ ჩამწრეულ ფიცრებზეც, რომელიც არის სავარაუდოდ თვითონ მოსახლეობის დაგებული, იმიტომ რომ ისინი თავისუფლად გადაადგილდნენ, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ფიცრებიც არის მწყობრიდან გამოსული, ჩამწრეული, წვიმის დროს აქ ძალიან თავისუფლად შეიძლება ადამიანს ფეხი ჩაუვარდეს და ეს გახდეს კიდევ დამატებითი საფრთხე ადამიანისათვის. დიახ, გისმენთ? თუ დააკვირდებით, ანუ ამ აი აქედანაც ხედვის არის ძალიან მცირეა. დიახ. აქედანაც ანუ მოსახლეები უწევს და ანუ მატარებელი როცა მოძრაობს, ვერც ერთი მხრიდან ვერ ხედავს ადამიანი? მატარებელი დაბალი სიჩქარით მოდიოდა, რომელმაც ის უბედური შემთხვევა გამოიწვია, მაგრამ ზოგადად სამგზავრო სატვირთოები, რომელსაც ცისტერნები მოაქვს. დიახ. ძალიან მაღალი სიჩქარით მოდის, ანუ ფიზიკურად რომს გაიხედო, შეიძლება გადასვლის პროცესშიც მოგისწროს, თქვენ თვითონ ძალიან მოსახვევია, ხო და შეიძლება არის შემთხვევა, რომ შეიძლება უხმოდ გამოსრიალდეს მატარებელი. ძალიან ბევრჯერ ყოფილა ეს პირველი შემთხვევა არ არის, ცოტა დაბლა. რამდენი მეტრის წინ ჩემი მეზობელი გადაჭრა, იმანაც გაიხედა, ველოსიპედი გადაყავდა და ვეღარ მოასწრო და მაშინაც მოხდა აღნიშნული. ეს უკვე მე-17-16 შემთხვევა კონკრეტულად ამ დასახლებაში. აი როგორც ახლა მოქალაქე გვიყვებოდა, პრინციპში ეს არის ადგილი, სადაც ძალიან ხშირად ხდება ტრაგიკული შემთხვევები, რადგან მოსახლეობა, რომელიც ამ ლიანდაგს ყოველდღიურად კვეთს, ვერ ამჩნევს ვერც მარჯვენა მხრიდან და ვერც მარცხენა მხრიდან მომავალ მატარებელს. აქ არის ასევე მატარებლის დეპო და ბუნებრივია, აქ შემოდიან მატარებლები, როგორც სატვირთო, ასევე სამგზავრო მატარებლები შემოდიან და მიუხედავად იმისა, რომ ეს გზა ფაქტობრივად არის პრაქტიკულ გამოყენებაში, იმიტომ რომ ადამიანები ამ ხიდის ქვეშ ცხოვრობენ, აქ არის დასახლებული პუნქტი, როგორც ხედავთ და არის მოსახლეობა, ასევე არის სკოლა, ასევე არის აი აქედან არ ვიცი დაინახავთ თუ არა, ლიანდაგთან ძალიან ახლოს არის ასევე გასართობი ცენტრი, ფეხბურთის მოედანი და ბუნებრივია, როდესაც გასართობ ცენტრს და ადგილს და ფეხბურთის მოედანს აკეთებ, ეს იმას ნიშნავს, რომ აქ ბავშვი და მოზარდი აუცილებლად მოვა. და მიუხედავად ამისა, აი ასე არის ლიანდაგები მოშიშვლებული, არ არის არც შუქნიშნები, არც გადასასვლელები. დიახ, დიახ, კი ამას ვსაუბრობდი ზუსტად, რომ აქვე ლიანდაგზეა სკვერი. რას ფიქრობდნენ, როდესაც ამას აშენებდნენ თქვენი აზრით? მართლა არ ვიცი. მოსახლეობის აზრი ითვალისწინებენ ხოლმე, ანუ გამოდის რომ არ უსმენენ საერთოდ მოსახლეობას. გამოვედი და დაგვხვდა, ტრენაჟორიც ისიც გაგვიკეთეს, კი ბატონო, მართლა ფანტასტიკია, კარგია, მაგრამ მე პირადად არ გამომყავს, აქ არ უშვებ. დიახ. იმით მეშინია, ბავშვები არიან, გაფანტულები, მოზარდები, აქეთ-იქით არ იყურებიან. მე თვითონ და რამდენჯერ დამიჭირია საკუთარი თავი, რომ იქედან რომ ყოველდღე ამის გავლა მიწევს საკუთარი შვილები, რომ ამ სკოლიდან გამოვიყვანო. იქეთ ამ მხრიდან აი შეხედეთ მოსახლეობაში მატარებელი არ ჩანს. არ ჩანს, დიახ. ხმასაც არ აძლევს, როცა გამოდის. ამ უბედური შემთხვევების შემდეგ დაიწყეს. გამოჩენილი არ არის, უკვე სიგნალს აძლევს. აქამდე არა, ჩვეულებრივად რამდენჯერ მომპარულია გვერდიდან. და ღმერთისთვის მადლობა მithქვამს, მაგრამ მასი არ შეიძლება. აი მაგალითად დღეს ხომ არ შეხმიანები ხართ მერის წარმომადგენლებს, რომ მოსულიყვნენ აქ და მოგესმინათ მათი პოზიციები. იმიტომ რომ მაგალითად ჯერჯერობით არ ჩვენად პასუხობენ. კანცელარიაში ვიყავით მისულები, დავწერეთ განცხადება, ახლა ხელწერილებს ვაგროვებთ და ნახოთ იმედს ვიტოვებთ, რომ რეაგირება ექნებათ. მაგალითად თუ თქვენ თქვით, რომ კი ბატონო უსაფრთხოება უნდა მოწესრიგდეს, მაგრამ რა სითხოვთ მაგალითად? თუ არის ჩამონათვალი? თუ ჩამონათვალი გვაქვს, გვინდა პანდუსი, ელემენტარული, აი მართლა თუნდაც ეტლით რომ გადმოვიდნენ ბავშვები
რაღაცა ჰობე იყოს და შემოსასწრული რომ იყოს, რომ მოსახლეობა, რომ გვეცოდინება, აქ არის ოფიციალური გადმოსასვლელი, იქ არის ოფიციალური გადმოსასვლელი, გამოვიხენოთ ამ გადმოსასვლელს, აგერ ეს ბატონი ყოველდღე გადადის გადმოდის სამცხას. აჰა, დიახ. გარდა ამისა ვთქვათ ესეც მოსაწესრიგებელია, ხო? ეს ვინ დააგო თავის დროზე? მოსახლეობამ დააგო? მცხოვრები ხალხის დაგებული არის ეს ფიცრები, მაგრამ დროთა განმავლობაში ხედავთ რა დღეშია. აგერ ეს ბავშვი მოდის სკოლაში. კი ბატონო. და ამ დროს არც იხედება პრინციპში ბავშვი, როდესაც გადმოვიდა, საერთოდ არც გაუხედია ხო პრინციპში იქეთ-აქეთ. ეს იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფომ უნდა იზრუნოს ბავშვის უსაფრთხოებაზე, იმიტომ რომ ბავშვი ყველაფერს ვერ გააკონტროლებს, იმიტომ არის ბავშვი, დიახ. დიახ, აი, მთლიანად არის დასახლებული პუნქტი, მეგობრებო. ლიანდაგის, აი, მარჯვენა მხარეს, სადაც ჩვენ მდგავართ, ასევე დასახლებული პუნქტია და შემდგომი მხარეც არის დასახლება და აი აქ უწევთ ადამიანებს ყოველდღიურად გადაადგილება, რომელიც მათი განცხადებით არის სიცოცხლისთვის საშიში. უკვე 17 შემთხვევა ტრაგიკული შემთხვევა დაფიქსირდა აქვს, როდესაც მატარებელი დაეჯახა ქვეითს, მათ შორის ბავშვებს, მოზარდებს მიიღეს სხვადასხვა ტიპის დაზიანებები ადამიანებმა, ზოგმა ფეხი დაკარგა, ზოგს ხელი დაუზიანდა და ზოგიც შეეწირა აი ამ ლიანდაგზე გადასვლას. და მათ შორის 18 წლის დათუნა დაიღუპა სწორედ 8 აპრილს აი აქ მატარებლის ლიანდაგზე გადასვლის დროს, როდესაც ის სკოლიდან სახლში ბრუნდებოდა, იმიტომ რომ მან ვერ შეამჩნია ლიანდაგზე მოსული მატარებელი და დღეს არის მოსახლეობა აქ შეკრებილი იმისათვის, რომ კიდევ ერთხელ მოსთხოვოს ქალაქის მერიას და ასევე შესაბამის უწყებებს იმისთვის, რომ მიიღონ ზომები აქ უსაფრთხოების დასაცავად, რომ მათი შვილები არ დარჩნენ საფრთხის ქვეშ. ბათუმელების ლაივში ხართ, აქციაზე ხართ, ხო? მოვისმენთ თქვენს მოსაზრებასაც, რატომ არის გულგრილი შესაბამისი უწყებები, იმიტომ რომ ეს არ არის ახლანდელი პრობლემა, ხო? წლების პრობლემა არის. ძალიან გძელდება, მოკლედ ვიტყვი რა, ვიცი. ხო. მაქსიმალურად შეიძლება და უსაფრთხო გარემო შეიქმნას და უსაფრთხო შექმნა, არ ვიცი ახლა გაჭირდება ამ ყველაფერს, საბოიჭირდება თუ ადამიანის უსაფრთხოება უნდა შეიქმნას პირველ რიგში რა. რანაირად მოახერხებენ და როგორ იქნება ეს უკვე აი მაგალითად როცა მოხდა ერთი შემთხვევა, 2, 3, 5, 17-ზე საუბრობენ, ხო? 17 შემთხვევა, ეს არ არის ცოტა შემთხვევა. 17 კი არა, მე მგონი პირველ შემთხვევაზეც უნდა ქონოდათ რეაგირება ნორმალურ სახელმწიფოში, ხო? რატომ არიან გულგრილები ისინი, რას ამბობენ? მე დავთავისი როგორ ფიქრობენ და რას ფიქრობენ, მაგრამ ფაქტია რომ დღემდე არის ეს ასეთ მდგომარეობაშია დღემდე. ჩემი აზრით უნდა მოწესრიგდეს და უსაფრთხოება უნდა იყოს პირველ რიგში ეს ადამიანის დაცვა. მადლობა, ბათუმელების ლაივში მოქალაქე საუბრობდა. ბათუმელების ლაივში ხართ, როგორც მშობელს მინდა რომ გაგესაუბროთ, თქვენი ბავშვიც გადაადგილდება ყოველდღიურად ამ გზაზე? აი ამ ინციდენტების შემდეგ როგორც მშობელი რამდენად გრძნობთ თავს დაცულად ალბათ ვერ იგრძნობთ ხო? შოქში ვარ, ამ ჯერ არ მოსვარ გონსაკში რაც მოხდა, ამ ყველას ყავშვილები და ყველამ უნდა ვეცადოთ რომ რაღაცა რეაგირება მოხდეს, ანუ არ გავჩერდებით ნამდვილად. და ვიცი როგორც შესაძლებელი იქნება, რანაირადაც იქნება, მოხერხდება, ისე გაკეთდეს ყველაფერი. აი რას გპასუხობდნენ ამ წლების განმავლობაში? რას ამბობდნენ, რატო ვერ ვაკეთებთო, რატო ვერ ვიცავთ უსაფრთხოებას? რა ვიცი, გაკეთდება. გაკეთდება, ასე გესმით. ხო, რამდენი წელია გესმით გაკეთდება? რა ვიცი, სადღაც 16-17 წელია. 16-17 წელია გესმით რომ გაკეთდება, თუმცა არაფერი არ კეთდება და ამ ხნის განმავლობაში 17 ადამიანი დაშავდა, ხო და დაიღუპა და დაშავდა ამ რკინიგზაზე. ეხლა რა აშვრები? თქვენ თვითონ მოყვებით ბავშვს, როცა მოდის? ისე როგორ გამოვიშვებ, ვერანაირად ვეღარ გავბედა, ვერანაირად. არასდროს არ დამიტოვებია ისე რომ მარტო გამომეშვა, იმიტომ რომ მე ვსწავლობდი ეს სკოლა მაქვს დამთავრებული და ჩემ დროსაც მოხდა ეგეთი შემთხვევა, რომ ბიჭს დაეჯახა, ანუ ფეხები წესქვით მოწყვეტილი იყო და რა ვიცი, ვერანაირად ვერ დატოვებ ბავშვს. უბრალოდ შოქში ვარ ხა ამ დღეებიდან გადავკიდე, უბრალოდ ალაპარაკით. დათუნას ამბავიდან გამომდინარე, ხო? თუ კი კიდევ გაწელეს ეს პროცესი, როგორ ფიქრობთ, რა არის გასაკეთებელი და რას აპირებთ, რომ მოიმოქმედოთ? რა ვიცი, ჩვენ ყველანაირად ვიბრძოლებთ, რომ შედეგამდე მივიდეთ. და რა ვიცი, ხა
ჩვენ თუ გვტკივა, დარწმუნებული ვარ, რომ მათაც ტკივათ და მათაც განიცდიან თუ ოდნავ რამე გააჩნიათ ადამიანური დიახ მესმის ყველა შვილები ყავს და ყველა მომავალში შეიძლება კიდე განმეორდეს ასეთი შემთხვევა და რა ვიცი იმედია გაითვალისწინებენ ჩვენამდე თხოვნას გარდა ვთქვათ იმისა, რომ ლიანდაგი არის შემოსასაზღვრავი ან უსაფრთხოება დაცული. სკოლასთანაც ვერ ვხედავ ვთქვათ რაღაც აი ერთი არის რაღაც შემაკავებელი, მაგრამ კიდევ არის დასამატებელი თქვენი აზრით, ან გადასასვლელი, ან შუქნიშანი. რაღაცა საგზაო ნიშანი ხო უნდა იყოს იმისა, რომ გადროს უნდა გადავიდეს ბავშვმა მიხვდეს, ხა მომენტ შეიძლება უფროსმაც დაიბნეს ისეთ მომენტში გამოვიდეს, რომ რაღაცა ან წინასწარ უნდა დაანიშნოთ, ან რაღაცა შუქნიშანი ან რაღაცა ხო უნდა იყოს. ან მოაჯირები, ან რაღაცა უნდა გაკეთდეს ისეთი, რომ ბავშვმაც მიხვდეს, რომ რა დროს უნდა გადავიდეს და რა დროს უნდა შეჩერდეს. ანუ არანაირი მოძრაობის გადასვლის უსაფრთხოების წესები ამ უბანში პრინციპში რასაც ჩვენ უყურებთ არ არის. არანაირად არ არის, ხო? ვეცდებით ყველანაირად. მადლობა. მედია დაგვეხმარებიან და გვერდში დაგვიდგებიან. რა ვიცი. ძალიან დიდი მადლობა. მოგესალმებით. თქვენი აზრით გვაინტერესებს ბათუმელების ჩართვაში ხართ. რამდენი წელია, რასაც ამ სიტუაციას უყურებთ თქვენს უბანში და რატომ არის ასეთი გულგრილობა შესაბამისი უწყებების მხრიდან? აქ ცხოვრობ, მუშაობ რამდენი წელია და სულ ასეთი მდგომარეობა. სახიფათო გადასტრავა მოსწრებები ხდება და რა ვიცი, ალბათ დროა გამოსწორდეს. დაგვიანებული, მაგრამ მაინც ფაქტია, რომ არც საქართველოს რკინიგზას, არც მერიას და არც შესაბამის უწყებებს ანუ რეაგირება მათი ვერ მოახდინა ადამიანების დაღუპვამ და დასახიჩრებამ, ხო? რამ შეიძლება მოახდინოს მათზე გავლენა, რის ვალდებული არიან პრინციპში, ხომ, რომ მოსახლეობის საფრთხეობაზე თავად იზრუნონ. რატომ არ აკეთებენ ამას? თქონდა სხვა გამოსავალი არ არის, დრო არ იზრუნონ მაინც. სანამ თლად გვიან არ არის. უკვე გვიან არის, მაგრამ თლად გვიან სანამ არ არის, უკვე დრო არ არის. აი მაგალითად მოსახლეობამ გუშინ გადაკეტა ლიანდაგი და თქვა რომ არ გაუშვებთ მატარებლებს. ეს არის გამოსავალი? არ არის მაგ გამოსავალი. დიახ. არა, საერთო აზრი უნდა გამოვიდეს. ზემოდან უნდა წამოვიდეს აზრები. ადამიანები უბრალოდ ვერ წყვეტენ. კარგი, დიდი მადლობა. შევეცდებით რომ კიდევ გავესაუბროთ ადამიანებს, რომლებიც გამოვიდნენ დღეს იმისათვის, რომ ადგილობრივ ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მოთხოვონ მათი შვილების და მათ უსაფრთხოებაზე ზრუნვა, რადგანაც როგორც მოისმინეთ ჩვენ ჩართვაში, აქ ბარცხანის დასახლებაში, აი ამ ხიდთან რეალურად არანაირი უსაფრთხოების ნორმები არ არის დაცული. ბავშვები ყოველდღიურად მოძრაობენ აი ამ გზაზე, ხიდის ქვეშ. გადაადგილდებიან ისე რომ არანაირი მანიშნებელი არ არის იმისა რომ მატარებელი მოდის მაგალითად რომ გაჩერდნენ მატარებელი გამოივლის თუ არ გამოივლის რომელ საათზე გამოივლის ამიტომ რომ არც შუქნიშანი არის არც შლაგბაუმი არ არის არც ვინმე დგას არც წარწერა არ არის ელემენტარულად გაკეთებული რომ ან მარჯვნივ გაიხედონ ან მარცხნივ იმისათვის რომ მატარებელი არ დაეჯახოს მათ და მათი სიცოცხლე და ჯანმრთელობა არ იყოს დაზიანებული. შეგახსენებთ რომ 8 აპრილს აქ ლიანდაგზე გადასვლის დროს სკოლიდან სახლში მომავალი 13 წლის დათუნა დაიღუპა. დათუნა დუმბაძე, როგორც ვიცი და აი ამის შემდეგ მოსახლეობამ აქ გადაკეტა ლიანდაგი და ისინი კატეგორიულად მოითხოვდნენ რომ მიეღო საქართველოს რკინიგზას და ბათუმის მერიას შესაბამისი ზომები დაუყოვნებლივ იმისათვის რომ აქ რაიმე ფორმით უსაფრთხოება აღმდგარიყო. თუმცა როგორც ვხედავთ რამდენი თითქმის ერთი კვირა გავიდა და ამ ხნის განმავლობაში არც მერიას და არც საქართველოს რკინიგზას შესაბამისი ზომები არ მიუღია. დღესაც შეიკრიბა აქ მოსახლეობა, როგორც თქვენ ხედავდით, მათ განცხადება გააკეთეს კიდევ ერთხელ წერილობითი განცხადება, ხელი მოაწერეს მოსახლეობამ და ისინი მოითხოვენ მერიისგან, რომ დაუყოვნებლივ მიიღოს შესაბამისმა უწყებებმა ზომები და აქ უსაფრთხოების ნორმები დაიცვან. როდის შევა ეგ განცხადება, ქალბატონო, დღეს აპირებს განცხადების შეტანას? დღეს ეხა დავალებული. რამდენი ადამიანი აწერს ამ დროისთვის ხელს, ალბათ უფრო მეტი იქნებით ბოლო რამ 2 3 4 5 6 7
თქვენ აი წინა განცხადება რო შეიტანეთ იმაზე რამე 70 კაცი ამ დროისთვის აწერს. აი წინა განცხადებები რო შეიტანეთ, თქვენ რომ თქვით რომ კანცელარიაში შევიტანეთო, რამე პასუხი გქონდათ იმაზე? ეს სამეზობლოსგან ვიცი, აი დიახ. როგორ არა, ეს ბენზემდე არის. ბენზემდე არის. თუ გინდა გაგაჩნია საშინელი გადასასვლელი. ეს ძველი მოსახლეებისგან ვიცი რომ ხოლმე, მაგრამ რეაგირება ნული. კი, არანაირი რეაგირება არ არის. რა არის ეს თქვენი აზრით? რატომ არ ადარდებთ ადამიანების სიცოცხლე? არჩევნებზე ხომ მოდიან და ხმებს ხომ ითხოვენ? ხმები ჭირდებათ მაგ დროს, მაგრამ მოსახლეობაზე რომ მიდგება საქმე, სამწუხაროდ ვართ. აი ამ უბნის მაჟორიტარი ვინ არის თუ მერიაში ვინ ყავს წარმომადგენელით? ვისმიეთით თვითმმართველობის არჩევნებზე ხმა? არიცით ვინ არის? არც არასდროს მოსულა, ხო? ალბათ ამ არჩევნებზე გამოჩნდება და თუ გამოჩნდება და ეს ადგილი მოუწესრიგებელი იქნება, მაინც მისცემს მას? არ არის მოუწესრიგებელი, აბსოლუტურად ხელს სიგრძეზე, ბენზის გადასასვლელამდე. აქ არის ძალიან დიდი ტერიტორია, ამაზე უარესი გადასასვლელებია კიდე. და უფრო მეტად სკვერებია აი იქ, სადაც ბავშვები ხშირად გადადიან და გადასასვლელიც არ არის. თუმცა არიან გულგრილები. თქვათ აი ამ განცხადების შემდეგაც არ მოახდინეს რეაგირება. რა რჩებათ გამოსავალი თქვენი აზრით რა არის? არ გავატარებთ მატარებელს. გადავკეტავთ გზასა, აქ მატარებას აღარ გავატარებთ. იმიტომ რომ აქ ბევრი ბავშვი სიცოცხლეა. ბევრი ბავშვი. ძალიან ბევრი ბავშვი სიცოცხლეა საფრთხის ქვეშ, ხო? საწავდით. ვერ გადასახლდება და ყველა ვერ გაიქცა. ვერც ყველას ვერ გადავიდა. საფარი, რესტორნები, საფარი, სკოლა. აი მაგალითად რომ თქვენ რომ ხიდი ავაშენეთ და ხიდით უნდა ისარგებლოთ, ამას ხო არ გეუბნებიან. და რამ დიახ, ხიძე რა არანაირად უბრალოდ რაღაც დაბალი გვარდიული, რომელზეც შეულებრივად შეიძლება მანქანა შეგასხდეს და მოკლას. კი ბატონო, ანუ ხიძეც არ არის დაცული ადამიანი, ხო? ვერ გადავა ამ ხიძზე კილომეტრების იქით ცხოვრობ ადამიანი. თან, როდესაც ხიძე გადადიხარ მაგისტრალზე, იქ მე მგონი არ არის ზებრებიც და ბავშვი როგორ უნდა გადავიდეს. ჩემო კარგო, აქ მოწესრიგებული და გაკეთებული. უბრალოდ ვითხოვთ, რომ არ იყოს მორიგი მსხვერპლი და სიცოცხლე იყოს დაცული. სხვას არაფერს. ჩვენ საკუთარი სახლისთვის და კარისთვის არაფერს არ ვიქნებთ. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა. კიდევ ხომ არ ვთქვით თქვენი მოსაზრება გაგვიზია, რომ თქვენაც ამ უბანში ცხოვრობთ, ხო? თუ გრძნობთ თქვენ თავს დაცულად, თქვენც ხომ არ ქონიათ ინციდენტი, როდესაც რამდენჯერმე წაქცეულ ვარ და აბდგარ ვარ, მაგრამ რა ვიცი, იმის ყურადღება არ მიქცევია და რა ვიცი. რაში ხედავთ გამოსავალს? გარდა იმისა, რომ აი წლები ამბობთ, რომ წერ და არ მოდიან, წერ და გულგრილები არიან. დიახ, მე სამეზე ცხოვრობდა, ანუ დღემდე შოქში ვარ, ბავშვი რო გაიტანა, მე დავინახე ჩემი. მართლა? კი. ბალკონზე სარეთქი რომ ბავშვი გადავუვარა და იმ ხელავიწყდა გულგამიჩდა ხეცი რომ. ის საშინელი ამოვიდა და მე მაქვს რომ არასდროს არ დამოვიწყდება, ბავშვი რადგან იყო შუაზე იყო გადაჭრილი. აი ასეთ რამებს რომ უყვევით და ასეთ რამები რომ ესმით, ხო? ხელისუფლების წარმომადგენლებს, რატომ არ რეაგირებენ ისინი? არ ადარდებთ ხალხი? არ ვიცი, ეგ ის სასწრაფოდ უნდა გაკეთდეს, ეს რამდენად გუშინაც ახლა რამდენი სკოლის მოსწავლეები გადავიდა და იქითაც სათამაშოები ის არის იგრა უნდა გაკეთდეს, რომ მეორეჯერ ავიცვლოთ ეს ტრაგედია და აღარ მოხდეს ეს ყველაფერი. ეს წლების განმავლობაში ხდება, ხო? რა უნდა გაკეთებულიყო თუნდაც როდესაც ეს ხიდი აიტანეს? ზემოთ მანამდე არ იყო, ხო ხიდი აქ იყო რაღაცა შლაგბაუმი. მაშინ უნდა ყოფილიყო პროექტში ეს გათვლილი? ეს პროექტი გაკეთებული. მაგრამ ვერ მოახერხეს და ვერ გააკეთეს. კი ბატონო, კარგი, ძალიან დიდი მადლობა. შეგახსენებთ მეგობრებო, ვინც ახლა შემოუერთდით ბათუმელების ჩართვას, რომ დღეს ბარცხანის მოსახლეობამ გამართა საპროტესტო აქცია, მათ კვლავ დაწერეს განცხადება და მოსახლეობამ მოაწერა ხელი. ისინი მოითხოვენ უსაფრთხოების ნორმების დაცვას ლიანდაგზე, რომელიც აქ დასახლებულ პუნქტში გადის და დასახლებულ პუნქტთან ახლოს არის სკოლა.
საჯარო სკოლა, საიდანაც ყოველდღიურად ბავშვები, მასწავლებლები, ასევე მოსახლეობა, რომელიც აქ ცხოვრობს, აი ამ ლიანდაგზე გადაადგილდება. მშობლები აცხადებენ, რომ ისინი სრულიად დაუცველად გრძნობენ თავს და 8 აპრილის ინციდენტის შემდეგ, როდესაც 13 წლის მოზარდი დაიღუპა, აი ამ ლიანდაგზე, ამის შემდეგ უკვე თავად დაყვებიან შვილებს სკოლაში იმისათვის, რომ გადაიყვანონ ამ ლიანდაგზე და გადმოიყვანონ, თუმცა როგორც ჩვენთან ისტორიებში მოყვნენ, ისინიც არ არიან, თავს დასრულებიც არ არიან დაცულები, იმიტომ რომ აი ეს გადასასვლელი არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში და აქ თვითონვე აღნიშნეს, რომ არაერთხელ დაუსხლტათ ფეხი, დაეცნენ ამ ლიანდაგებში ჩავარდნენ და ამიტომ ყველა შემთხვევაში არის სახიფათო აი ეს გადასასვლელი, სადაც ყოველდღიურად ადამიანები, ასობით ადამიანი გადაადგილდება. რადგან ხიდი არის მაღალზე და როგორც გვითხრეს, აი ამ ხიდზე ასვლა ვთქვათ და იქედან გადაჭრა და ქალაქის მეორე ნაწილში გადაცვლაც ასევე სახიფათოა ბავშვისთვის, პატარა ბავშვისთვის, იმიტომ რომ ქვეითა გადასასვლელი არის ძალიან ვიწრო და იქაც არ არის უსაფრთხოება დაცული და იქაც თავისუფლად შეიძლება დაეჯახოს ბავშვს ავტომანქანა, იმიტომ რომ გადასვლის შემთხვევაში, როცა მთავარ მაგისტრალზე გადადიხარ, იქაც არ არის შუქნიშანი და არ არის ზებრა გადასასვლელი და შესაბამისად ეს ცალკე გამოიწვევს პრობლემებს. ამიტომ მოსახლეობამ დღეს კიდევ ერთხელ გააკეთა განცხადება მერიის სახელზე და ისინი ამბობენ, რომ თუ აი ამ ტრაგიკული შემთხვევის შემდეგაც არ მიიღებს მერია, არ მიიღებს საქართველოს რკინიგზა შესაბამის რეაქციას არ მოახდენს ამაზე და დაუყოვნებლივ არ შექმნიან აი ამ ლიანდაგზე უსაფრთხო გარემოს, ხომ ამბობენ, რომ სხვამათ არაფერი დარჩათ გარდა იმისა, რომ გადაკეტონ ლიანდაგი და აღარ გაატარონ მატარებლები, თუმცა იმასაც ხვდებიან, რომ ესეც არ არის თქვათ გამოსავალი და გამოსავალი არის უსაფრთხოების ნორმების დაცვა და ამ უსაფრთხოების ნორმების დაცვაზე პასუხისმგებელია როგორც კომპანია, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობა, რომელსაც ხმას აძლევს არჩევნების დროს მოსახლეობა იმისთვის, რომ იზრუნონ მათ კეთილდღეობაზე, იმისთვის, რომ მათთვის შექმნან კეთილმოწყობილი და უსაფრთხო გარემო და არა აი ასეთი გარემო, სადაც ყოველდღიურად როგორც პატარები, ასევე დიდები და მათი სიცოცხლე არის რისკის საფრთხის ქვეშ. ამ საკითხთან დაკავშირებით თქვენ ასევე შეგიძლიათ თვალი მიადევნოთ ბათუმელების ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეოს და სტატიას, სადაც კონკრეტულად არის ასევე აღწერილი ადამიანთა ისტორიები, მათი მონაყოლი, თუ ამ წლების განმავლობაში რა ხდებოდა ამ გადასასვლელთან დაკავშირებით, რამდენად დიდ გულგრილობას იჩენს როგორც თვითმმართველი ხელისუფლება, ასევე სხვა შესაბამისი უწყებები და მიუხედავად იმისა, რომ ქართული ოცნების არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ ახლახან შეცვალა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ერთხელაც კი არ მოსულა ის და არ შეუსწავლია ეს საკითხი, არ გამოჩენილა ის მოსახლეობასთან, მაშინ როცა ის წავიდა და სასულიერო პირებს ხვდებოდა, აი აქ ამ ტრაგიკული შემთხვევის შემდეგაც კი არ გამოჩენილა არც ახლა დანიშნული ოცნების ხელისუფლების თავმჯდომარე, მთავრობის თავმჯდომარე და არც ბათუმის მერი არ მოსულა, არ დალაპარაკებია მოსახლეობას და არ დაინტერესებულა აი ამ პრობლემით, აი ამ ლიანდაგის უსაფრთხოების საკითხით, სადაც ადამიანები კვდებიან, ბავშვები კვდებიან, ან სახი ჩრდებიან. მადლობა, რომ ამ დროის განმავლობაში თვალსადევნებდით ჩვენ ჩართვას. მე ახლა დროებით დაგემშვიდობებით, მომავალ შეხვედრამდე.